მოგესალმებით ძვირფასო მოსმენელებო. დღეს შეხვდებით თემას, რომელიც ხშირად რჩება ჩრდილში. ის მშობლების გარეშე დარჩენი ბავშვების ყოველდღიური გაჟღერა და ეს ემოციური ტვირთი, რომელიც ისინი ატარებენ. ფიქრობთ, გურამ გიგეშიძის მოთხრობის შვიდიზიების ფონზე გაშლით ჩვენი თემა. ჩვენი საუბრის ცენტრშია ორი ძმა, რეზიკო უფროსი და მისი უმცროსი ძმა, რომელსაც ხშირად რიჟაც ეძახიან, რომელთა ისტორიას ასახავს ობობისა და სიგარების მძიმე რეალობას. მოთხრობის მიხედვით ძმები ობლებიანიან და მათ ძალზე მოხუცი და დადიდმოტეხილი ბები ასწავლის. იმის გამო, რომ ოჯახს სათანადო მზრუნველობა აკლია, ბავშვები თითქმის მთელ დღეს უსაქმოდ დაწანწადებენ ქუჩებში. ძმები გარეგნულად ერთმანეთს არგვანან. უფროსი, რეზიკო, მაღალი და შავგრემანია, დადის წელში გამართული, ხოლო უმცროსი მსუქანი, ფუნჩულა, თეთრი პირის სახის და წითელი მიანია, რომელიც დაჩის ბერივით მიბაჭვაჭებს. განსაკუთრებით თვალშისაცემია მათი უსაქმოდ ხეტიარი ქუჩებში და უსუფთავობა. უმცროს ბიჭს აწვია შორტი, რომელიც შესაძლოა მისი არც იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ის ნაზი და ფაქი სიგარეთნობისაა, მისი ქათქათა თეთრი ტანი მოულელი და დაკაცრულია, ფეხები კი შემხმარი ტალახითა აქვს დასრული. ობლობის სიხარიბე ხშირად სოციალურ ჯგუფებასთანაა დაკავშირებული. ერთ ეპიზოდში ბაზარში, სადაც მშიერი ძაღლები დაკრძალებენ საგნსაგნელად, ბიჭები ინტერესით უყურებენ საზამთროს გამყიდვას. ისინი შეამჩნიენ კაცმა, რომელიც მათი მამის ამხანაგი იყო. მან იცნო რეზიკო და იფიქრა, ეხება თუ არა მათთვის ძვირადღირებულმა საზამთრო. საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ბავშვები მაინც არ იცნობდნენ მას. იფიქრა, რას მიუძლებიან რობაგანთი მამის ამხანაგი ბარო. ის შემდეგაც სასადილოში შევიდა, არაფერი დარია და საკუთარ ცხოვრებაზე გუგატეხილმა ამოიოხრა. ეს ფაქტი აჩვენებს, როგორ შორს იჭერენ თავს ამ ბავშვებისგან ისინიც კი, ვისაც წესით მათი ბედი ოდნავ მაინც უნდა აწუხებდეთ. ძმების მძიმე ცხოვრება ვლინდებია სხვების მიერ მათი ექსპლუატაციის სულიშით. ერთხელ ქუჩაში მდგომარ სქელმა ქალმა, რომელსაც ხელში ცარიელი ვედრო ეჭირა, დედობრივ ტკბილ ხმით თხოვა უფროს ძმას წყლის მოუტანა. შესამჩნევია, რომ ღმერთი წულსენა ბავშვებს, რათა უფრო მინდობოდნენ მას. როდესაც რეზიკო უხრასავად უპასუხა და წავიდა, ის დედობრივ ტკბილ ხმა ქალს სადღაც გააუქრა, ბავშვი დაწყევა და ახლა სასწრაფოდ უფროს ძმას შეაჩეჩა ვედრო. რეზიკოს რეაქცია უსწრაფისი იყო. გადასცემა ვედრო ძმას და თხრილში გადაისურვა, რითაც ამ ქალის აღშფოთას დაიმსახურა. კარგად ჩანს, რომ რეზიკო აცნობიერებს ამ ქალის თვალთქმაცობას. ხვდება, რომ ის ზედმეტი ჯამისგანაა დასუქაგმებული და მათ დარჩაგვას აპირებს. ობოლ ბავშვების თანადოლებით ჩაგრავენ და მათი დამოკიდებულება სიზრდილემდე მიდის. უმცროს ძმას გამუდმებით დასცინიან, ეძახიან რიჟა მამაძაღლოს და თავს ესხმიან სველი ქრიშის გუნდები. თუმცა რეზიკოს ამ დამოკიდებულებისგან თავს იცავს ყველაზე მძიმე თვირთით, შინაგანი სიზრდილი. სამწუხაროდ რეზიკო ხშირად ვერ მართავს საკუთარ თავს და ამ სიზრდილით გამოცდილ დგას უმცროსი ძმისკენ მიმართავს. მაგალითად, როდესაც უმცროსი ძმა დაემუქრა, რომ ბები ასეთქოდა რეზიკოს პაპიროზის მოწევის შესახებ, რეზიკო გაცეცხლდა და მხეცური გამძიმბარებით უთმანდა ძმის ძგებლას ფეხებში. სანამ ის ისტორიულად არ აკითხა. ამ მომენტში რეზიკოს მოაკვანდა, რომ ბავშვს დედა არ ჰყავდა და რომ თვითონაც მარტო იყო. ახლა კი შეებრალა თავისი ერთადერთი სისხლიდან ხორცი. რეზიკო მთელი არსებით კარგად იცოდა, რომ სულს რაღაც იქნებ თავისი ძმა, საკუთარი თავი ან სხვა რამ. და ამ სიზრდილისგან თავის სასწრაფად განაგრძობდა რიჟას ცემას. ნაცემი დამორჩილებული ბავშვის ჰივილი, ვაიმე დედა, ისმის როგორც სასწრაფოდ სავსე ხეობაში ცარიელი იყო. რადგან დედა არსებიყო. დედმამის დაკარგვისთან ერთად ბავშვმა დაკარგეს ბედნიერებისა და უზრუნველობის კაცი. ობლობის კილმა დაიბუდა რეზიკოს ქუჩში და ეს უბიძგებს ეძიოს შურისძიება, რათა დაიბრუნოს დაკარგული სიხარული. ეს განცდა კიდევ უფრო გამძარდა, როდესაც გაიგო, რომ უფროსმა ბიჭმა ომარამ, რომელიც 17-18 წლის იყო, მაღალი და ღონიერი, მის ძმას შურდული წაართვა. მდინარეში გადააგდა და კინაღამ დაღჭა. რეზიკოს ქუჩში დაგუდა ბողმა და მთელი არსებით შესძულდა ომარა, მისი სიცილი, მოქმედობა და სხეული. ომარას სიძულველი მან იმდენად აშკარად იგრძნო, როგორც უბეში დამალული ქვების სიცივეში შვერტანცია. რეზიკოსთვის ომარაზე შურისძიება ნიშნავდა ძველი ხალისიანი უზრუნველი მდგომარეობის დაბრუნებას. მას მოინადვა ის გრძნობა, როდესაც ცხოვრება თვირთად კი არ ეძღვა, არამედ მსუბუქად დაატარებდა, როცა მომავალი ნათელი იყო და ის თავს გრძნობდა იმ ქუჩების, ბაზრის, ხეების, დაჩიტების, ჟღურტულისი ნაწილად.
ამ უნარის დაკარგვა მისთვის ყველაზე დიდი უბედურებაა. რეზიკო მიპოვაუმარა და მათ შორის ბრძოლა გაიმართა. ბრძოლა იყო სასტიკი. რეზიკო მიუხედავად იმასა, რომ გამხდარი და სასტიკი იყო, სასტიკი შემოიღო პატარა. რეზიკო მიპოვაუმარა და მათ შორის ბრძოლა გაიმართა. ბრძოლა იყო სასტიკი. რეზიკო მიუხედავად იმასა, რომ გამხდარი და პატარა იყო, სიზურვილი და გააფთრებით უთხამდა უმარას, სანამ უმარა არ დანებდა, არ ატირდა და არ დაიწყო ბედრება, რომ თავი დაენებებინა მისთვის. თუმცა შვილიძიებით მიღწეულმა გამარჯვებამ არ მოუტანა შლება. შვილიძიებამ არაფერი შეიცვალა და თბილი ისევ დარჩა. რეზიკომ გაიაზრა, რომ ის რაც მოხდა უკვე მომხდარი იყო და ამას არ შვილიძიებით არც ნენური დღევა შეცვლიდა. რეზიკო ბრუნდებოდა სახლში, გარკვეული გრძნობებით სავსე. ბოლოს ავტორი გვიზიარებს იმ ფუნდამენტალურ ჭეშმარიტობას, რასაც რეზიკო მხოლოდ ინტუიციით გრძნობს. მთავარია სიკეთე, მხოლოდ სიკეთე და სულგრძელობაა უმაღლესი და ჭეშმარიტი ადამიანური თვისები. ყოველივე დანარჩენის მნიშვნელობა მოჩვენებითია. რეზიკოს მიტანჯველი გრძნობა გამოწვეულია იმით, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული ამ ჭეშმარიტობის არსი, რის გამოც მისი სამყარო არის ბნელი და შავი, როგორც უინგეშო სერგა. მინდა აღნიშნო, რომ სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში იჩენს თავს ბულინგი, გულგრილობა, რასაც თავისი მძიმე შედეგები აქვს. თუმცა ეს შემთხვევებში სახელმწიფოსა საზოგადოებაც ზრუნავს მიუსაფარ ბავშვებზე, მაგრამ ნამდვილი ოჯახი წერა მაინც უსხვა. მადლობას ვიხდით ვაღებისთვის.